ჩემი აზრით, ადამიანებსა და ბუნებას შორის არსებობს რაღაც პარალელური სამყარო. თითქოს ჩვენი ცხოვრებაც მას ცხოვრებას გავს, ასევე უნდა იყოს ბუნება ჩვენთვის. გასულ წელს წასული ვიყავით ლაგოდეხში, სადაც ერთ-ერთ კონკურსში, რომელიც ითვალისწინებდა ნაკრძალში მოპოვებული იშვიათი სახეობის ფოტოსურათს ან ესეს გარემოსდაცვასთან დაკავშირებით, გავხდით გამარჯვებული და გამარჯვებული ბავშვები წავედით ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მოსანახულებლად, სადაც ჩაგვიტარდა ექსკურსია, დაუთვალიერეთ ის ადგილები და ძალიან ნასიამოვნები ჩამოვედით იქედან. ჩემს თაობას ვეტყოდი იმას, რომ მეც ხშირად დავფიქრებული ვარ იმასთან დაკავშირებით და გქონია ყველას მომენტი, რომ აი კარგად ვერ ვიაზრებთ ბუნების როლს ჩვენ ცხოვრებაში. მაგრამ ნამდვილად ფასდაუდებელი არის და ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი გარდგასული ადამიანისთვის, როგორც სახში არის ჩვენთვის კომფორტული გარემო, ისევე იყოს გარეთაც სუფთა ჰაერი, არ იყოს საშიში ჩვენთვის გარეთ გასვლა და ბუნებას მოვალეობაც არის და ამაში გვეხმარება. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ადამიანი უნდა დაფიქრდეს თავისთავთან ყველა და არ უნდა დაობინძუროთ გარემო. შეიძლება იყოს უკვე ბევრჯერ მოსმენილი სიტყვა, რომ ბუნება უნდა დავიცვათ, მაგრამ ამ ყველაფერში დგას იმ ადამიანების შრომა, ის ორგანიზაციების დაუღალავი შრომა, რომელიც დღე-დღე არის ჩვენს გვერდით, იმიტომ რომ მოსწავლეებს უსაფრთხო და მწვანე გარემო შევქმნან. რაშიც შეგვიძლია ჩვენ ძალიან დიდი წვლილი შევიტანოთ.